პროტესტის 25 დღე ქუთაისში უწყვეტი აქციები მიმდინარეობს. ამ წუთებში ევროინტეგრაციის მომხრეები ტრადიციულად ადგილობრივი თვითმმართველობის წინ არიან შეკრებილი. ევროკავშირისა და საქართველოს დროშებით მათ ცოტა ხნის წინ საავტომობილო გზა გადაკეტეს. აქ სიტყვით გამოსვლები რამდენიმე წუთში დაიწყება, მანამდე კი გავესაუბრები რიგით ქუთაისელებს მათ პოზიციებს მოვისმენ თუ რატომ არიან ქუჩაში გამოსული უკვე 3 კვირაზე მეტია. ხედავ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, თუ შეიძლება რომ გითხრათ 3 კვირაზე მეტია გამოდიან ადგილობრივები ქუჩაში, რა არის თქვენი სათქმელი, რა არის თქვენი მოთხოვნა? Ჩვენი მთავარი სათქმელია, რომ უკვე დრო არის, რომ ოცნება მოემზადოს ახალი არჩევნებისთვის და მზადება დაიწყოს. ეს არის ჩემი მთავარი მოთხოვნა, ასევე მინდა გამოვხმაურო, რომ გუშინდელ დღეს და ის დღეებს, რაც თბილისში ხდება, რაც ქუთაისში ხდება და ყველა დიდ ქალაქში ხდება, ისტორია დღეს იწერება საქართველოს თავიდან, საქართველოს დღეს იბადება და მიხარია და მყარად გავა, როდესაც ვიცი, რომ მეც აქ და ყველაფრის შემადგენელი ვარ, მეც ასევე. ასევე მინდა რომ ჩემს თანატოლებს მიმართო, რომ და გავახსენო, რომ 28-ში იმართება ჯაჭვი და ყველანი შემოგვიერთდნენ. გავიხსენოთ ის, რომ ყველა საგანმანათლებლო სივრცე არის შექმნილი ყველაზე მთავარი, რომ მოქალაქე გაიზარდოს და ყველა კარგია რომ ყველაფერს გავითვალისწინოთ და მიღებული იყოს, რომ ყველა სასწავლო საგანმანათლებლო დაწესებულებაში იზრდებოდნენ ნამდვილი და სწორად მოაზროვნე მოქალაქეები. კი ბატონო, უღრმესი მადლობა აქციაზე. გარდა სტუდენტებისა, სკოლის მოსწავლეებისა, ასევე როგორც უკვე აღვნიშნეთ, სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები იმყოფებიან. პირდაპირ ეთერში გავესაუბრები ერთ-ერთ პენსიონერ მამაკაცს. თუ შეიძლება რომ გითხრათ, თქვენ რატომ გამოდიხართ ქუჩაში, ხედავთ უკვე 3 კვირაზე მეტია ტრადიციულად მოდიხართ მერიასთან და აპროტესტებთ ქართული ოცნების პოლიტიკას. თქვენი პოზიცია რომ გითხრათ? პოზიცია არის ჩემი ასეთი, დაინიშნოს სახალხო არჩევნები და ჩვენი გზა არის ევროპა და არა რუსეთი. ამისათვის დიდი, პატარა, სულ ყველა შევიკრიბებით სანამდე ჩვენ საქმეს არ მივიყვანთ. ბოლომდე არც თუმა გაგვაჩერებს, არც თოვა, არც ყინვა და არც არაფერი. აი ეს არის ჩვენი ქართველი ხალხის აზრი, გონება და მივყვებით ამ გზას. როგორ ფიქრობთ, დაიხევს ქართული ოცნება უკან? ყველა რომ მივიღებთ ზომებს, ესე იგი და არ შევტყებით, ვერ შეგვაშინებს, იძულებული გახდება, რომ დავთავდეს მომავალ არჩევნებს. უღრმესი მადლობა. როგორც თქვი, ქუთაისში აქციები 3 კვირაზე მეტია მიმდინარეობს და ქუთაისი ცნობილი არის კრეატიული იდეებით. ერთ-ერთი კრეატიული იდეის ავტორი არის ჩემთან ერთად ის ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც პერფორმანსი მოაწყო ქუთაისში და ვოლიერში, გალიაში ბიძინა ივანიშვილის ფიტული ჩასვა. პაპუნა, კიდევ უნდა ველოდოთ თუ არა რაიმე პერფორმანსებს შენგან და რას ეტყოდი ქართულ ოცნებას? აუცილებლად უნდა ელოდოთ პერფორმანსებს და თუ ქართულ ოცნებას უნდა რომ ჩემგან პერფორმანსები არ მიიღოს, წავიდნენ დროულად და მეც არ გავაკეთებ პერფორმანსებს. პერფორმანსები ერთია და მეორე იმას ვეტყოდი, რომ უბრალოდ პატივისცენ ადამიანს, მის ღირებულებებს და უბრალოდ დაგვანებონ თავი, აღარ არის მათი აქ ყოფნის, რომ ჩვენ გვინდა თავისუფლება და არა მონობა. უღრმესი მადლობა, ასეთია ვითარება ქუთაისში, როგორც უკვე გითხარით, საავტომობილო გზა ადგილობრივებს გადაკეტილი აქვს. ქუთაისის მერიასთან უწყვეტი პროტესტის 25 დღე არის.